თეოდორე სტუდიელი. სამშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, ხსენებისათვის სიკვდილისა და სიტყვის გებისათვის საქმეთა ჩვენთასა, წინაშე საშინელისა მის სამსჯავროისა. ძმანო და მამანო, ყოველსა ჟამსა და ყოველსა დღესა, სარგებელ არს ხსენებაი სიკვდილისა და ჯერ არს რათა ყოველსა ჟამსა ამიერ განსვლისა ჩვენისათვის და მერმისა მის საქმეთა ჩვენთა სიტყვის მიცემისათვის ვზრახვიდეთ. ხოლო ფრიად უმეტეს აწინდელსა ამასა ჟამსა მარხვისასა სათქმელ არს მისთვის, რამე თუ აც უმეტეს სხვათა მათ დღეთასა აქუს მყუდროებაი გონებასა ჩვენსა და მარჯვე არს შეწყნარებად ესე ვითართა სიტყვათა. რამე თუ მარხვისა მიერ და ფსალმუნებისა და ლოცვისა და საღმრთოთა სიტყვათა ზედას ზედას სმენისა განუდგების გული სიტყვათა ალმური და გამზადებულ არს შეწყნარებად სულიერისა მოძღვრებისა. ხედავთა უკვე ვითარს ზედას ზედა და შემდგომითი შემდგომად განოლენ ცხოვრებისა ამისგან ძმანი ჩვენი და მამანი და ესე სხვა არარაი არს, არამედ უწყებავითანმედ კნიღა და ჩვენცა მივიცვალებით ამიერ. ხოლო მივიცვალებით არასაწუთოთა და ქვეყანისა ადგილთა და საყოფელთა, არამედ უნივთოთა და სამარადისოთა სავანეთა, რომელთაგან არღარა არს მოქცევა ერთგზის წარსრულთა და საშინელ არს სიკვდილისათვის სმენა. ხოლო უსაშინელებს არს თვალთა რა იხილოს, ვითარიგი ჩვენ პირველ მცირედთა დღეთასა ვიხილეთ ქალკიდიისა წინამძღვრისა. რამე თუ ვინაიდან პოვეთ იგი უკანასკნელსა აღმოფშვინვასა, ფრიად განკვირდით საქმესა მას ზედა, თუ ვითარ ერთსა წამსა შინა ჩვენთანა იყო და ჩვენ განგვეშორა და მიეცა სიკვდილსა და ჭეშმარიტად საშინელ არს სმენა და განსაკვირვებელ ხილვა. თქვა უკვე ვიდრე სულიერღა იყო ნეტარი იგი, ესე ვითარი რაიმე სიტყვა, მცირე დღა დავეწიფე და სიტყვასა თანა შეძრა თავი ხელითურთ, ხოლო სახე სიტყვისა მის არა გამოაცხადა, ხოლო ჩვენ გულისხმა ვყავ თუ რაისათვის არა იქმნა გამოცხადებაი, რამე თუ ვერცაღა ეძლო და ესე ვთქუ არა მისთა შესმენად ნუ იყოფინ, არამედ თავისა თვისისა შეშინებად და თქვენ და განსაკრძალველად, რათა არა მივიწივნეთ ესე ვითარისა ხმისა აღმოთქმად ჟამსა სიკვდილისასა, არამედ განმზადებულნი შეუშფოთებელად განვიდეთ ამიერ, ვითარცა წერილ არს, განმემზადე და არა შევძრწუნდი. ხოლო ვერ სადავპოვოთ ესე, არათუ დღითი დღე თავთა თვისთა განვეკრძალებოდეთ და წარმართებულნი სათნოებანი დავიმარხნეთ კრძალულებით და უდელფქნილნი განვემართნეთ მოღვაწებით და ესრეთ განვემზადებოდეთ მარადის, ვითარცა ზეცად აღმავალნი. რამე თუ მითხარღა თუ ვის წინაშე წარსგებით, არა ყოველთა მსაჯულისაა და უფლისავე, რომლისა მოსდრკეს ყოველი მუხლი ზეცისათა და ქვეყანისათა და ქვესკნელისათა და ყოველმან ენამან აღუაროს მას, რომლისაც სიტყვის მიცემაი გვეგულვების, არა ყოვლისავე ცხოვრებისა ჩვენისათვის და საქმეთა და სიტყვათა და მოგონებათა. მე უკვე რავდენგზისცა მოვიხსენო ესე, ძრწოლაი შემიპყრობს და ვგონებ ვითარმეთ კნიღა და მოიწევის მეხსაშინა, არამედ თქვენ და ჯერ არს, რათა უშიშიყვნეთ. ხოლო თქვენ გეტყვი კეთილად მორჩილად, რომელნი ყოველსავე ზრუნვასა მორჩილებისა მცნებისა მიმართ მიაგებთ. რამე თუ ესე ვითარი არს ჭეშმარიტისა მორჩილისა ცხოვრებაი, ხოლო ვითარი მე სიტყვის გებაი განმზადონ თავთა თვისთათვის
წინაშე საშინელისა მის ქრისტეს საყდრისა, რომელნი მორჩილებისა წესთა განრყვნიან და თვისთა ნებათა მონებენ, რომელნი აქა და იქი უწესოდ ვლენან და სხვაი ფერხთითა არახნებავნ, რომელი ვერცხლით ფრთილთა მონათათანა იყვანებენ. ჰოი ჩვენი ესე უბადრუკება, ვითარ საბაძველ არ სიბოროტე, ვითარ უკვე იქცენ მართლკონ წრფელად მავალნი მონაზონებისა მოქალაქობასა. უმჯობეს იყო მათ და იტყვის წერილი, არა ცნობა გზისა მის სიმართლისა, ვიდრე ცნობისა და მართლკონ ქცევასა, მოცემულისა მისგან მათ და წმინდისა მცნებისა. ხოლო შეემთხვია მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა, ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისა და ღორი ინწობა სანგორელსა მწვირისასა. არამედ თქმული ესე არს სამხილებელად და საწამებელად ესე ვითართა მათ, რამეთო არცა თუ შეგვინდობს ჟამი ესე უმეტესისა თქმად. ხოლო თქვენ კურთხეულნო უფლისა მიერ, რომელნი ერთმანეთისა თანადა ურთიერთას ზოგებით ცხოვრებთ, რომელნი შინა დაადგრებით და არა იქმთ უჟამოდ განსვლასა გარეშე საჭიროთა სახმართა და უფრო იზღა უბანთა და კრებათა, რომელნი ურთიერთარს მონებთ. და ესრეთ მეუფებთ სოფელსა ამაშინა, ისწრაფეთ და განმზადებდით თავთა თქვენთა მერმისა მისთვის სიტყვის გებისა. იგონებდით დიდსა მას და განჩინებულსა დღესა, მოსვლასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომელსა შინამ საჯულმან მან სიმართლისამან დაადგინეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანი მარცხენით, და მარჯვენეთა მათ უწოდოს სანატრელი იგი და საწადელი სახელი. მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი პირველ სოფლისა დაბადებისა. ხოლო მარცხენითა მათ რქუას მწარე იგი და საწყალობელი განჩინებაი. წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა, განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. ესე ხმა ძრწოლითა და შიშითა და ზარტეხითა ახსავსე არს. ამისი ჯერ არ ჩვენდა გონებაი და შევრდომაი და ტირილი და ღვთისა მოწყალე ყოფა თავთა ჩვენთათვის, ვიდრე გამოცდილებადმდე სმენილთა ამათ. რამეთო ცეცხლი იგი არა დაშრტების და მატლი არა მოკვდების და ბნელი არა განქარდების და საკვრელნი არა დაიხსნებიან და ტარტაროზი არა დაილევის და ղრჭენაი კბილთა არა დადუმნების და სხვანი ყოველნივე სატანჯველნი საუკუნო არიან. ამათ უკვე ვიგონებდეთ ძმანო და ნუმცა ვართ მოყვარე ვნებათა, ნუცა მოშურნე, ნუცა მრისხანე, ნუცა ძვირის მეტყველ, ნუცა ტყუილის მზრახველ, ნუცა სხვისა რაისამე წინააღმდგომისა მოქმედ. არამედ უფროსად მშვიდობასა ვყოფდეთ და მტკიცედ ვდგეთ და ვინანდეთ და კეთილსა ვიქმოდეთ და ღვთის მოყვარებით ვიყვარებოდეთ ურთიერთარს და ყოველსავე ბრძანებულსა ჩვენ და ვიქმოდეთ და ყოველთავე დაფარულთა გულის სიტყვათა და უჩინოთა საქმეთა ჩვენთა კეთილისა ახსარებისა მიერ გამოვაცხადებდეთ, რათა მოვიღოთ შენდობაი და სატანჯველთაგან განვერნეთ და ცხოვრებასა საუკუნოსა მივემთხვივნეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმინდით ურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.